2025 წლის ჩავხედოთ და 7 ივლისია. დღეს გამთენიისას თვითმკვლელობა სცადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორდიკე რიჟვაძემ, რომელმაც, როგორც სამთავრობო პროპაგანდა გვამცნობს, თვითმკვლელობის მსვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა წერილიც, რომელშიც ახსენებს ბიზინა ივანიშვილს, მადლობას უხდის მამას, რომელიც ყველაზე მაგარი კაცი, აოესი ამბობს, შვილებზე საუბრობს, დედას მიმართავს. ამბობს, რომ აპატიეთო, მილიონები ვერ დაგიტოვეთო, მაგრამ ასევე ამბობს იმას, რომ მე არანაირი ბარიგაო არ ყოფილვარო. კიდევ რაღაცეებს ამბობს. ეს წერილი ცხადია მოგონილია უბრალოდ სამთავრობო პროპაგანდამ, რაც დაწერა, რაც შექმნა უფრო ზუსტი რომ იყოს მთავრობამ და მთავრობის რუსმა და რუს-ქართველმა პიარშიკებმა, უბრალოდ იმას გეუბნებით. მაგრამ ერთ წამს თორდიკე რიჟვაძეზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, ერთი წამის სხვა ამბავს გავიხსენებ. 1961 წელია და თუ თორდიკე რიჟვაძე 7 ივლისს იკლავს თავს, ცდილობა აქვს უფრო ზუსტი რომ იყო წარუმატებელი, ღმერთმა გადაარჩინოს, მაგრამ აქვე ვიტყვი რაზეა საუბარი, ხო? 1961 წლის 2 ივლისს აიდაჰოში, ქალაქი არ მახსოვს, თავს იკლავს წარმატებით, ანუ შედგება ეს თვითმკვლელობის აქტი და წერილსაც წერს ერთი დღით ადრე საღამოს, ანუ 1 ივლისს, ერთი დიდი კაცი, თორდიკე რიჟვაძეზე ბევრად დიდი მსოფლიო მასშტაბის კაცი. ვიტყვი ვინც არის. ეს კაცი ნობელიანტია, პატარა კაცი კი არ არის. ამ კაცს აქვს ღრმა დეპრესია, მას აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, მარტო სულია, დეპრესია აქვს, მეთქი აკი გითხარით, სულ მიჩაგრულია, სულ ჩაკეტილია, სულ არავისთან არ უნდა კონტაქტი. მანამდე წლებით ადრე ეს კაცი პაექრობს მეორე ამავე პროფესიის, მისივე პროფესიის სხვა დიდ პიროვნებასთან და ამბობს მასზე, რომ ისო ჩემზე სუსტიაო, არ გეგონოთ, რომ ჩემზე მაგარიაო, ხოლო ის მეორე მასზე ამბობს, რომ მანო, ანუ ჩვენმა გმირმა ზღვარი იცისო, აიო მე ზღვარი არა მაქვსო, ეს მის საუბრებში კარგი გავამხელ. მეორე არის უილიამ ფოლკნერი, პირველი არის ერნესტ ჰემინგუეი, თვითმკვლელი არის ერნესტ ჰემინგუეი. ერნესტ ჰემინგუეი ამბობს, რომ მე ფოლკნერზე დიდი მწერალი ვარო, ნობელიანტია ორივე. და ფოლკნერი კი მასზე ამბობს, ანუ ჰემინგუეიზე, რომ 64 წლის წინ ხდება, რომ ჰემინგუეის აქვსო ზღვარიო. ამის იქითო აღარ მიდისო, იცისო საკუთარი შესაძლებლობებიო. ერნესტ ჰემინგუეის აქვს ნათქვამი კი არა, ესეთი ეჭვი ჰქონდა, ფიქრი ჰქონდა იმის თაობაზე, რომ მას ფედერალური გამოძიების ბიურო უთვალთვალებდა და უკვე შემდგომ ეს დადასტურდა კიდეც. ერნესტ ჰემინგუეის საუკეთესო ნაწარმოები ამ ღრმად დეპრესიული ადამიანისა, საკულტო ნაწარმოები, მოდი მაინც ასე ვიტყვი, არის მოხუცი და ზღვა. დიდი ნაწარმოებია, დიდი მწერლის დიდი ნაწარმოებია. მე კი სხვა მიყვარს კულახტილად გეტყვით, მაგრამ მაინც. მე მყავდა ერთი უფროსი კოლეგა, ჟურნალისტი, უკვე ბოლო პერიოდში, გავდა გავიხსენო ქალბატონი დალი, უკვე ბოლო პერიოდში ვეჩერნი თბილისის რედაქტორის მოადგილე. მანამდე მალაჯოშ გრუზიის 90-იანი წლებია. რედაქტორის მოადგილე. დალი წულაძე, რომელიც ესე ამბობდა ხოლმე რუსულად ლაპარაკობდა ქალბატონი დალი და აღარ არის ცოცხალი და ესე ამბობდა ხოლმე რომ ზაპახ ჰემინგუეის სუნი იგრძნობაო, რაღაც რომ მოეწონებოდა, რომელიღაც ნაწარმოები. წაიკითხეო PS და ჰარი მორგანი წაიკითხეო, სულ თხოვდა ხოლმე, მე ხსოვეთ ჰარი მორგანი მიყვარს კულახტილად გეტყვით. ადამიანები თავს იკლავენ, როცა ღრმად დეპრესიულ მდგომარეობაში არიან, ან ფინანსური პრობლემები აწუხებთ, ან ისეთი
ისეთი ფსიქიკური პრობლემები აქვს, რომელთა ძლევაც, ხო, უმრავლეს შემთხვევაში ვამბობ მამას, რომელთა ძლევაც მათ ძალებს აღემატება. შემდგომ წლებში ცხადია არა მარტო 60-იანებში, არამედ 70-იანებში, 80-იანებში, 90-იანებში ბევრი ცეცხლსასროლი იარაღი თვითმკვლელი ვიცით ჩვენ. ანუ არა მოკლული, არამედ სწორედაც რომ თვითმკვლელი. ასე მაგალითად ყველაზე ცნობილი ვინ გავიხსენოთ 90-იანების დასაწყისში კურტ კობეინი, ასე მაგალითად. ისის ღრმა, მასაც ღრმა დეპრესიები ჰქონდა, დეპრესია ჰქონდა და კიდე სხვა პრობლემებიც. სხვებსაც ერთ სენატორს აგვარი არ მახსოვს მოკლული თავი და უკლებლივ ყველა ვინც იღებს იარაღს და დაიხლის ხოლმე, ამას აკეთებს თავის არეში. ან საფეთქელთან, მარცხენა თუ მარჯვენა საფეთქელთან, მარცხენა თუ მარჯვენა საფეთქელთან, ან იარაღს ჩაიდებს ხოლმე პირში და სასხრეც გამოჰკრავს ხოლმე თითს. და როგორც წესი, ერთი გასროლა საკმარისია იმისთვის თუ თავის არეში გაისვრი, ერთი გასროლა საკმარისია იმისთვის, რომ თავი მოიკლა. თორნიკე რიჟვაძეს ვიუბრუნდეთ ახლა 2025 წლის 7 ივლისს გამთენიისას თუ არ ვწდები, რომ სადა თურმე სამთავრობო ვერსიით თავის მოკლა. თორნიკე რიჟვაძეს აუღია თურმე იარაღი ამ ახვლედიანისა, ახვლედიანია მოდის ვიხდი, ხო. საგარეჯოში ხდება ეს ყველაფერი. ბათუმელი კაცი არის საგარეჯოში, აჭარელი კაცი არის კახეთში. კარგით, ჩვენი ქვეყანა ყველასია კაცო რა საკვირველი აჭარლებს შეუძლიათ კახეთში იმოგზაურონ, საგარეჯოელებს კახელებს აჭარაში თუ სვანეთში. რა მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა ეს? აუღია იარაღი და თავის არეში თვითმკვლელობა უნდა, თავის არეში კი არ უსვლია, არამედ დაუხლია ეს იარაღი გულმკერდის და ფილტვის არეში. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი გასროლა თურმე. ანუ ერთხელ დაიჭრა, გაუბედურდა, სისხლისაგან იცლება და მეორეჯერ აზრად მოსდის ამ დავრდომილ და უკვე დაუძლურებულ კაცს, რომ მეორეჯერაც და სხვაგან გაისროლოს ისევ ამ არეში, ანუ მეორეჯერაც არ მოსდის თავში ის, რომ თავის არეში თუ მაინც და მაინც უნდა რომ წარმატებით ცოტა ცუდი სიტყვა, მაგრამ მაინც დასრულდეს ეს აქტი, დაიხალოს თავში. ისევ სხეულში, გულმკერდის არეში, ფილტვისა და გულმკერდის არეში ისვრის მეორე ტყვიას. ვინმეს გჯერათ ამ ვერსიის? კარგით. ასეთი გულუბრყვილოები ხართ და დაიჯერეთ. ოღონდ თვითმკვლელობა არ შედგა როგორც აქტი. თორნიკე რიჟვაძე გადარჩა და ახლა კი მძიმე მდგომარეობაშია და ცხადია, ყველა უნდა ვუსურვოთ მას გადარჩენა. სხვადასხვა მე მას გადარჩენას ვუსურვებ იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ძალიან ბევრი კოცი, რომელსაც ბევრს და გვარებს საკვირველია ვერ ვიტყვი, იქნება და უნდოდეს კიდეც, რომ თორნიკე რიჟვაძე აღარც იყოს ცოცხალი მიზეზთა გამო გავხსნათ მოგვიანებით ეს ფრჩხილები, ან არ გავხსნათ, თუ გნებავთ, გავხსნათ ნაწილობრივ. მე ვუსურვებ მას გადარჩენას და უკვე შემდგომ გამოჯამრთელების შემდგომ და სასამართლოებში ჩამოყალიბდება ნორმალური და ასე შემდეგ ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას, მათ შორის იმაზე, რაზეც ახლა ვილაპარაკებ. სამთავრობო გუნდი ძალიან დაიბნა. გასაგებია, თორნიკე რიჟვაძე აღარ ევასება და მამამის დააპროციალებენ აქეთ-იქით პროკურატურიდან პროკურატურაში გამომძიებლიდან გამომძიებლამდე და უშუალოდ თორნიკე რიჟვაძეს იყო რამდენიმეჯერ დაბარებული. კორუფციაზე იყო დაბარებული, იმაზე არა. რაღაცა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას რო გადააჭარბა. ამაზე კი არა, კორუფციაზე და დიდ თანხებზეა ლაპარაკი და გავრცელებული ცნობით 300 მილიონ ლარზე, 300 მილიონი ლარის დატეხვაზე. სამთავრობო პროპაგანდა კი არა, გუნდი რასაკვირველია მაინც დაიბნა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეხლა ასეთ ვითარებაში ოპერატიულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დამაჯერებელი იქნება, ისეთი მესიჯი შეიმუშავა, რომელიც დამაჯერებელი იქნება და აი ამ დაბნეულობაში კიდევ უფრო უარესი გამოაცხო. თქვა, რომ ცალკე პრაიმ ტაიმმა სიყვითლისა და სიგიჟის სიყვითლის და სიჭრელისა და სიყვითლის ტაბლოიდმა გამოაცხო ასეთი წერილი მთავრობის კარდახით, რა თქმა უნდა, რომ ჩვენო მოვიპოვეთო, მედდამო, გულის ჯიბეშიო აღმოაჩინაო წერილიო, რომელიცო ეკუთვნისო
თორდიკე რიჟვაზესო და თო ამ წერილში წერიაო და რაც წერია. მაგალითად წერია, რომ მადლობას უხდის მამას, ბიზინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს თხოვს, რომ ოჯახს უპატრონონ, ამბობს, რომ არანაირი ნარკობარიგა ის არ ყოფილა, დედას ემშვიდობება, შვილებს ემშვიდობება, უფროს შვილს რამდენადაც ხვდები, ეუბნება, რომ უმცროს მიხედევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაძლოა მეუღლეც წაღალბახსოს ეხა ესე დეტალურად. და ეს გამოვაცხვის, მაგრამ პრაიმ ტაიმი რომელი ავტორიტეტული გამოცემაა და უკვე შემდგომ იმედმა თავი ავტორიტეტული რო ჰგონია იმ იმედმა გამოვაცხო მეორე წერილი, ბოდიში ეს გელაძეა. იმედმა წავიკითხავ. ანუ პრაიმ ტაიმის ავტორიტეტი არ ეყოთ, წერილი ოღონდ არ არსებობს ხასუსო, ამობეჭდილი კი არა, ხელნაწერი არ არსებობს. ანუ არავის არ უნახავს სკრინიც კი. ვინმე დასხედით და დააწერეთ, მაგრამ ექსპერტიზას რა უნდა უყოთ, მე რომ აღმოვაჩენთ, რომ თორნიკე რიჯვაძის ხელწერა არ არის, ხო? ხელით არ იქნება დაწერილი. უი, ისა პაპუაშვილმა გადაფარა ამასობაში შოთავს და მე უკვე ესე იგი ქრონიკამ და მე უკვე იმედმა არ ეყო რა პრაიმ ტაიმის ავტორიტეტი და მიხვდა რომ არ ყოფნის, ქრონიკამ გამოაცხო ასეთი ტექსტი. ქრონიკამ ექსკლუზიურად, ვერ გავიგე რანაირი ექსკლუზიურად თუ პრაიმ ტაიმის გოგონამ კი არა პრაიმ ტაიმმა აღმოაჩინა ეკთანმა გითხრა ეს ყველაფერიო. რომ ეკთანმა თუ ექიმმა რომელიც პროგრეს მივიდა ამ დაჭერილ კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ თორნიკე რიჟვაზესთან სისხლისაგან რო იცლება და ის ჯიბეში უყევს ხელს და ამოვაცურა წერილი და ეს წერილი მაინც და მაინც პრაიმ ტაიმში გააქანა და ეს ყველაფერი არადამაჯერებლად რო გამოიყურებოდა ქრონიკამ თქვა რომ ექსკლუზიურად მოიპოვეს წერილი. ეს წერილში კი წერია ალეკო ანუ ახვლედიანი არაფერ შუაშია დააფარეს მხისიერად ხელი. თუ არაფერ შუაშია გამოუშვით. აი ხვალვე. ჩუმა დავიღე, ანუ იარაღი, ალეკოს იარაღი აიღო ჩუმად. ეს კაცი ძმობის მაგალითია, რატომღაც სჭირდებათ, რომ ალეკო ახვლედიანს დააფარონ ხელი. რატომ? იმიტომ ხო არა, რომ ალეკო ახვლედიანმა შეიძლება უკვე სხვაზეც გაიყვანოს გამოძიება ობიექტური ცხადი. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას, კორუფციას და ბარიგობის მფარველობას. ვერ გავიგე, რომელიმე ჟურნალისტი კარგი თუ ცუდი თუ აბრალებს, ამის გამო იღებს იარაღს თორნიკე რიჟვაძე და თუ ამის გამო იღებს, ეს ბრალდებები ისმის ბოლო 8 წელიწადია და 8 წლის წინ მოეკლა თავი თუ მაინც და მაინც უკაცრავად რა უხეში ვარ, მაგრამ მაინც 7 წლის წინ, 6 წლის წინ, 5 წლის წინ, 4 წლის წინ, 3 წლის წინ, 2 წლის წინ, 1 წლის წინ, 6 თვის წინ, 1 თვის წინ 8 წელიწადია, 9 წელიწადია მიდის ბრალდებები თორნიკე რიჟვაძის მისამართით, იმასთან დაკავშირებით რომ ბარიგაა და ეხლა გაგიჟდა? ეხლა მოუნდა თვითმკვლელობა? რასაც მთელი ცხოვრება თურმე ებრძვის მეც და მამა ჩემიცო, თუმცა მამამისი დაბარებულია პროკურატურაში, ანუ ჟურნალისტი არ არის საუბარი. აბრალებს თურმე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ასე გამოდის. პატიებას თხოვ ოჯახს, პატრიარქს, მამა შენ ნომერი პირველი კაცი ხარ და კაცი იქნები ჩემს ცხოვრებაში, დათა კაცური კაცი გაიზარდე, ანუ შვილი, მიხედე ელის, როგორც ჩანს მეორე შვილი, დედა მიყვარხარ, მაპატიეთ ძმებო ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიზინას და პრემიერს ერნესტ ჰემინგუეიმ მიგითხარით თუ არა, ნახვამდის თუ ღამე მშვიდობისა, თუ ნახვამდის ჩემო კატუნია ფისუნიო, ეს მისწერა, თუ ეს უთხრა მეუღლეს თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე და ბატონი თორნიკეს ეს ეპისტოლე ამ ხელა ტექსტი ცოტა გასაკვირია მეთქი, კიდევ დამატებით რამდენი რამეა გასაკვირი, მაგრამ მაინც. დათაკაცო ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის ყველა წევრები, ყველა ჩემი დავალები და მითითებით მოქმედება დააფარა მათ ხელი და ასე შემდეგ. ხო, ირაკლი ღარიბაშვილი რომ მივიდა სამავთყოფოში, სადაც სიკვდილს ებრძვის, და ღმერთმა გადაარჩინოს მეთქი აკი გითხარით. თორნიკე რიჟვაძე ეს ვიცით ალბათ და აქვე გეტყვით რომ რასაკვირველია ეს თორნიკე რიჟვა არავინ არ დაიჯერებს იმას პროკურატურის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას იმის თაობაზე, რომ თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობას ცდილობდა, თავის მოკვლას ცდილობდა და ყველა რასაკვირველია მიუკავშირებს იმას, რაც ხდება საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. და უმაღლეს ეშელონებში კი ხდება კატასტროფა. ერთმანეთზე გადავიდნენ უკვე ეს ამ ბანდის ეს წევრები, ერთმანეთს დაერივნენ მეთქი და ეხლა როგორ გავრისკო, მაგრამ მე გეტყვით ვინ არის შემდეგი, ან შემდეგი, ვისაც არა მაინც და მაინც თვითმკვლელობის მცდელობა ელის ან მაინც და მაინც ეს ხვედრი ელის ვინმე კი არ ესვრის მაინც და მაინც, მაგრამ ვისაც ძალიან გაურთულდება ურთიერთობა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ ოფიციალურ
სტრუქტურებთან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. ეს არის სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი და გაგი კვირდებათ და კახი კალაცი. რა შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, მას 300 მილიონის მოდი უკაცრავად რუსულისთვის ოფშაკის ფულის მიტაცებას და შესაძლოა სულაც არ იყო ეს ოფშაკის ფული. მიტაცებას ედავება კობახიძის ფარველობით მოქმედი პროკურატურა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 300 მილიონი ლარი, ახლობთ 100-120 მილიონი დოლარის ფარგლებში, მისი მოპარული არ არის, ეს არის რაღაცა კოზანოსტრას ფული და უჭირს რა ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ფულშიც რეპუტაციულადაც და ძლიერდებოდნენ და ძლიერდებიან და სხვადასხვა კლანები. ერთი კლანი ახლა მეორე კლანს ჩაძირავს, ისევე როგორც მეორე კლანი რო ჩაიძირება, ეს კლანი რო გაგსუვდება და გამსუხდება, მე უკვე ამ კლანს დაუწყებს ბრძოლას რომელიმე სხვა კლანი, მიზნა ესე მარიონეტებით ვირთაგვებს ზრდის და მე ვირთაგვები ერთმანეთს კი ჭამენ. ცოტა რთულია ახლა ამ მდგომარეობაში ვყოფ კაცზე თქმა იმისა, რომ ის ვირთაგვა იყო ერთ-ერთი და ამიტომ არ ვიტყვი. იმიტომ რომ ამ მდგომარეობაშია, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონი რიჟვაძეც იყო კორუფციის ამ მორევში ჩართული პირი, ისევე როგორც სხვა ცნობილი პირები, ის რაგვარია რომეო რო დაიჭირეს, ახლა რა სხვები და სხვები, ეს ხო ერთი ჯაჭვის რამდენიმე რგოლია. ახლა ასე უნდა ვთქვა, ასე დავასრულებ თქვენის ნებართვით ვიდეო ბლოგს. ბოლო რამდენიმე ამბავს გავიხსენებ და მივაბავ ერთ ასე ვიტყვი მოკლედ. მოდი ვნახოთ ხაზარაძე ჯაფარიძე, რამ შეჭამა ხაზარაძე ჯაფარიძე, თემა ხაზარაძე ჯაფარიძისა, მიველვნახე ხაზარაძე ჯაფარიძე, ასე მაგალითად გიორგი რამიშვილის ამბავმა სჭამა ხაზარაძე ჯაფარიძის ამბავი. მოდი ვნახოთ გიორგი რამიშვილის ამბავი, რამ შეჭამა გიორგი რამიშვილის, ანუ ზარალას ამბავი, მიველვნახე ზარალას ამბავი და ვნახე რომ გიორგი რამიშვილის ზარალას ამბავი სჭამა ასე მაგალითად გუშინდელმა ამბავმა და დღეს დაიდო ინფორმაცია კი არა ინტერვიუ სრული ელჩ დანიგანთან ნინო გელაშვილია ავტორი ამ ინტერვიუსი მე მქონდა წუხელვე ჩავწერი არაჩვეულებრივი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ვიდეო ბლოგი იმ ძალიან ნათელ მესიჯებზე რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს ზოგადად და კონკრეტულად აწუხი ყოფილ ელჩს მაინც ასე ვიტყვი ან დღესაც ელჩს და ხვალ რო ელჩი აღარ იქნება. მიველვნახე ინტერვიუ ქალბატონ დანიგანთან მიველვნახე, მოდი ვნახოთ, მიველვნახე და შეჭამა ეს ინტერვიუ აი ამ ამბავმა თორნიკე რიჟვაძის ამბავმა. ეს ამბავიც შეჭმული იქნება. თორნიკე რიჟვაძემ ინტერვიუ რამიშვილის ამბავი კი შეჭამა თუ რამიშვილის ამბავმა კი შეჭამა ხაზარაძის ამბავი ვიღას ახსოვს ხაზარაძე ჯაფარიძე არჩევნებზე გადიან თუ ციხეში რჩებიან. ხვალაც ბუნებრივია თორნიკე რიჟვაძის ამბავს რაღაცა შესჭამს. ხო, მეორე ხარისხოვანი გახდება ნიუსი, ესე ნიუს სენაცვლება ამბავი ამბავს და სკანდალური ამბავი ამბავს. ისევე როგორც მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს არ ახსოვს, ასე მაგალითად 3 კვირის წინ დაიყო, აი 3 კვირის წინ ორშაბათ დღეს რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გახსოვთ, მე არ მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ გამადიდებელი შუშით ვაკვირდები ამბებს და თითქოს ყველაფერს თუ არა ბევრ ამის ჩავინიშნავ ხოლმე იმისთვის სულ მინიმუმ რომ არ დამავიწყდეს. ხო, ესეთი ხდება, ესეთი ამბები ხდება, მაგრამ რა მოხდება ხვალ? In general რა მოხდება, ხო? ეს კი სასაუბრია ზუსტად წუთი ნახევარი არც კი წუთი 10 წამი ვისაუბროთ ამ თემაზე. რა მოხდება და ღარიბაშვილს მაღალი ალბათობით მიადგებიან. რა მოხდება და მაღალი ალბათობით მიადგებიან კახაკალაძეს. რა მოხდება და ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდაში ერთმანეთის ჭამა დაჭმები დაწყებულია, მათ შორის კრიმინალურიც, ან ნახევრად კრიმინალური და ეს ჭამა დაჭმები გაგზელდება. ეხლა ბიზინა ივანიშვილს რა პოზიცია აქვს? მეთქი 35 წამში მოვასწროთ იქნება და რა პოზიცია აქვს? ამ ყველაფერთან დაკავშირებით ის იბანს ხელს პილატესავით თუ მასაც თხოვენ მისივე ნაჩალნიკები რუსეთიდან რომ საქართველოს დანაც წავიდეს ფული მოსკოვში, ის მოპარული ფული, ოფშაკის ფული. ეს ვერსია, ეს ანალიზი მე არ მეკუთვნის, გულახდილად გეტყვით, არ დავასახელებ ავტორს, თუმცა მე ეს ანალიზი მე ფრიად მომეწონა, ეს ვერსია მოდი ასე ვიტყვი და ამიტომაც ვახმიანებ. ამას იქნება და მოსკოვიდან სთხოვეთ ბიზნესს, რომ არა მხოლოდ რუსულ ლიანდაგებზე გადართოს საბოლოოდ ეს ქვეყანა, არამედ ფული და არც თუ ცოტა ჩაიტანოს. ბიზნესს ხომ თავისი ფული არ ქონდა.
და არა აქვს. ხო, არა, თავისიც აქვს. ბევრი ათეული მილიონი, მაგრამ ბევრი მილიარდი, ხო? მისი სულაც არ არის, ეს ხო რაღაც ოფშაკის ფულია, რომელშიც კრიმინალებიც არიან, ოლიგარქებიც არიან, FSB-ც არის, კრემლიც არის და ასე შემდეგ. ბიზინამ მიუშვა ესენი, რიჟვაძეები და სხვები, კალაძეები და ღარიბაშვილები და ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე ესენი გაქსუებას მისი ავტორიტეტის გამოყენებით გაქსუებას ცდილობენ და ახერხებენ. და ახლა ისმის ბიზინა დაიბანს ხელს და მარტო კობახიძეს, რომელიც გაქსულდება, ანდობს ამ პროცესს, რომელიც ხვალზე გაუცებად თავადაც გაქსულდება და ღმერთმა იწყის, ვინ იქნება მისი დამმარცხე უწყის, ვინ იქნება მისი დამმარცხებელი. თუ ბიზინა უშუალოდ ჩაერევა, მაგრამ უნდა აიღოს ესე პირდაპირ მნიშვნელობით ნაჯახი და არაპირდაპირ მნიშვნელობით ნაჯახით დაერიოს ყველას, არო ჩეხოს და ჩეხოს. ჩეხვის პროცესი დაწყებულია, ბიზინა თავდება, მეგობრებო, ეს კრიზისიც მაგის მადასტურებელია, რომ ესენი, როგორც მე ვხვდები, ეს ამბავიც მაგის მადასტურებელია, ესენი აქ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგრამ ოპტიმიზური ვერსიით ოქტომბერშივე და ჩემი მოსაზრებით მაინც მომავალი წლის მაისში მაინც დანიშნავენ რიგარეში არჩევნებს და რაც თავარია, არა მარტო დანიშნავენ, არამედ წაეხვეტებიან. ნახვამდის.